ახალციხის კომპლექსურ სასპორტო სკოლას 2014 წლის ბიუჯეტი დაუმტკიცდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაწესებულებისათვის 150.000 ლარი გამოყო. სკოლაში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხა ადმინისტრაციის წევრთა ხელფასებს, ინვენტარის შეძენას, ტურნირების მოწყობას და გასვლით შეჯიბრებს მოხმარდება. თუმცა შენობის რეაბილიტაციასა და მისი ახალი ინფრასტრუქტურის აღჭურვას დაწესებულების ადმინისტრაცია ვერ მოახერხებს. ადგილობრივი მწვრთნელები კი კომპლექსურ სასპორტო სკოლაში არსებულ პრობლემებს ესაუბრებენ. კრივის ჯგუფის ხელმძღვანელი ერწყმნება, რომ შენობაში მოძველებული რინგი შეცვლა საჭიროებს. Ერთი პრობლემა გვაქვს ჩვენა რინგი, რო გავანახოთ, იმიტომ რომ ეს ძველი რინგია და შეჯიბრებია, კაი დონის შეჯიბრებს ამ რინგზე ვერ ჩაატარებ, საერთაშორისო ტურნირები ან დიდი ტურნირები და საქართველოს პირველობები ამ ასეთ რინგზე ვერ ჩაატარებ, ეს რინგის პრობლემა გვაქვს. ჩვენ გვიყიდეს გრუშები, ხილთათუნები, მაგრამ რინგი გვაკლია და ხელს არ შეგვიშლიდა, რომ ცოტა კაი რინგი გვექნებოდა. და რემონტი რო გაეკეთებინათ ამ დარბაზში. მე ძალიან მიყვარს ჩემი სპორტი და მინდა რომ ვიარო ყოველდღე ვიარო, მაგრამ ჩვენ გარკვეულ პრობლემებში გვაქვს ზალა კარგი არა გვაქვს, რინგი არ გვაქვს, ვარჯიშის რაღაცეები, შტანგა, გრუშა, ხელთათმები. ძალიან გვინდა რომ გქონდეს ეგენი და ჩვენ ვიაროთ კიდე ბოქსი და კაი ბოქსერები გავხდეთ, სპორტსმენები გამოვიდეთ ჩვენ. მოკრივეთა გარდა ახალციხის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში ძალოსანთა ჯგუფიც ფუნქციონირებს, რომელიც პროფესიონალი და მოყვარული ძალოსნებით არის დაკომპლექტებული. მათი თქმით, ამ დრომდე სპორტსმენები მოძველებული ტრენაჟერებით ვარჯიშობენ. მოკრივეების მსგავსად ძალოსნებით სავარჯიშო დარბაზის реабилитациას ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვენ. Я хожу на штанги и хочу, чтобы новые штанги принесли. Они обещали, что они будут выделять деньги, но не выделили. სასპორტო სკოლაში სამი ფეხბურთის გუნდი არსებობს, რომელიც ასაკობრივი კატეგორიის მიხედვითაა დაყოფილი. თითოეულ გუნდში 18 სპორტსმენი ირიცხება. მწვრთნელების განმარტებით რეგიონული ტურნირები ხშირად ტარდება და ისინი გასვლით შეჯიბრებს აწყობენ. მათი თქმით, 2014 წელს არაერთი სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას ახალგაზრდა ფეხბურთელებიც მიიღებენ. თუმცა სპორტ სკოლაში აცხადებენ, რომ ყველაზე დიდ პრობლემას მაინც მესხეთის გუნდის დაშლა წარმოადგენს. მწვრთნელების განმარტებით რეგიონში მეორე ლიგის გუნდი მაინც უნდა არსებობდეს, რადგან ახალბედა ფეხბურთელებს მოტივაცია როდესაც დიდი გუნდი არ იქნება ახალციხის რაიონში, ძნელია ბავშვმა მიბაძოს ვიღაცას და ერთადერთი პრობლემა ეგ არის. და მომავალში ალბათ გაითვალისწინებს ეს ხელმძღვანელობაც ზემოდან და დაეშვება ერთ-ერთი ლამაზი გუნდი იქნება, სადაც ჩვენი მომავალი ბავშვები გაიზრდებიან და ითამაშებენ ახალციხის სახელს გამოაჩენენ და ეს იქნება მათი სურვილი. იმიტომ რომ ყოველთვის მარტო ვარჯიში ბავშვს ინტერესს უკარგავს, თუ რაღაცა ხვალინდელ და ზეგიდელ დღეს რაღაცა წარმატებაზე არის ფიქრა და მომავალ გუნდში თამაში თუ არის სურვა ბავშვმა. მე მინდა მოგვარეს სპორტ სკოლაში გათბობა და იყოს ისეთი პირობები, რომ მოსწავლეს ამ შემთხვევაში ფეხბურთზე მოსიარულე მოსწავლეს ისეთი პირობები ქონდეს, რომ ადვილად იმას აითვისოს ყველაფერი. ფეხბურთის მწვრთნელების მოსაზრებას სამწყე ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც ეთანხმება. გელამაი სურაძის მტკიცებით 60.000 ლარი მესხეთის გუნდის აღსადგენად საკმარისია. ამიტომ იგი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საკითხით დაინტერესებასა და ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას თხოვს. ხო, იმ ადამიანებს, ვისაც ხელით ეფებათ, რომ გუნდი ჩამოყალიბონ, რათა ყველა რაიონში უკვე არსებობს გუნდები და ახალციხე დიდი რეგიონის ცენტრია და რო არ იყოს გუნდი, ეს არის გამორიცხული და მე თუ ჩემგან რამე იქნება ფედერაციაში მათთვის დასახმარებელი, მე ყველანაირად დავეხმარები, რომ გუნდი ჩამოყალიბდეს. არ ვეხები არც ერთ მუნიციპალიტეტის, არც ერთ გუნდს, თავარია რომ მუნიციპალიტეტებში იყოს გუნდები და ითამაშონ რეგიონის სახელით, გავიდნენ რაიონის სახელით. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ კომპლექსური სასპორტო სკოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ახლო მომავალში დაიწყება. ოლექსანდრაშვილის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთა რიცხვას ეკონომიკის სამსახური ახორციელებს. რაც შეეხება ახალციხის მიხეილიაძის სახელობის საფეხბურთო მოედანს, საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მოედნის საფარისა და ბილიკის მოწყობას ძლეოსნობის ფედერაცია უზრუნველყოფს. ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტიდან კი 300.000 ლარია გამოყოფილი, რომელიც ტრიბუნის აღდგენას მოხმარდება. პარალელურად ახალი სამსახური შეიქმნება, რომელიც სტადიონის მოვლა პატრონობაზე იზრუნებს. სპორტ სკოლასთან დაკავშირებით უბრალოდ გაცემული იქნა შესაბამისი მოთხოვნა ეკონომიკის სამსახურისადმი, რომ გააკეთონ ხარჯთა რიცხვი მიახლოებითი თუ რა საქმეები, რა სამუშაოებია ჩასტარებელი შიდა ინტერიერთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დარბაზსა და
აქეთ კრივის დარბაზი კიდევ მეორე პატარა დარბაზია, რომ მოხდეს მისი აღდგენა და აღჭურვა შესაბამისად იმ დანადგარებით, რაც საჭიროა სპორტის განვითარებისათვის. ახალციხის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში მძლეოსნობის, ზალოსნობის, კრივის, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ჭიდაობის, ველოსპორტის, ჭადრაკისა და კიკბოქსინგის წრეები ფუნქციონირებს. დაწესებულებაში მხოლოდ პირველი ეტაპის სარემონტო სამუშაოების განხორციელება მოხერხდა, რომელიც 2011 წელს დაიწყო და მომდევნო წელს დასრულდა. ამ პერიოდში მოწესრიგდა სველი წერტილები და შეიცვალა ინტერიერი. ახალციხის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში იმედოვნებენ, რომ რეაბილიტაციის მეორე ეტაპიც ახლო მომავალში დაიწყება.